მუშკეტერის თბილისი გურჯაანის კულტურის ცენტრში მხატვრულ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმი დიდი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას კავკასიაში მოგზაურობის მიხედვით არის გადაღებული და საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებებზე გვყვება. მთავარ როლს აც გარდაცვლილი ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი ნიკა ქაცარიძე ასრულებს, რომლისთვისაც ეს ბოლო კინოროლი აღმოჩნდა. საღამოს სწორედ მის ხსოვნას მიეწვდა. მუშკეტერის თბილისი რეჟისორმა გიორგი ჭუმბურიძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გადაიღო. დღევანდელი ფილმის ჩვენება ჩვენ მეგობრებმა გადავწყვიტეთ. დღეს სიმბოლურად ალექსანდრე დიუმას დაბადების დღეც არის და ბარემ დავამთხვიეთ, რომ გვინდოდა სულ ძალიან ხშირად მეგობრები ვახსენებთ, რომ ნიკა რაღაცა ჩვენი ბექა სონგულაშვილი, ბექა და ნიკა ქაცარიძე ძალიან მეგობრობდნენ და სულ უნდოდა რომ აქ გვეჩვენებინა ფილმი და დღეს გადავწყვიტეთ, რომ ეს შემდგარიყო ეს საღამო შედგა კიდევაც და მადლობა მინდა გურჯაანის კულტურის ცენტრს უთხრა ამისთვის და მადლობა ყველა დამსწრე საზოგადოებას და მე მგონი ყველა კმაყოფილი დარჩა. მე მინდა ყველა თქვენთაგანს თქვენს მაყურებელს სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით წიგნის მკითხველს მიულოცო დიუმას იუბილე და მე მინდა ყველას აბსოლუტურად ყველა ორგანიზატორს ვინც ამ ფილმის ჩვენება გურჯაანში დაგეგმა მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანის უყდავსაყოფად და მის გასახსენებლად რომელიც მასში მთავარ როლს თამაშობს და მე მგონია რომ ეს მხოლოდ ფილმის ჩვენება არ იყო ეს არის მეგობრობის ხსოვნის ერთმანეთთან დამოკიდებულების ურთიერთპატივისცემის ზმობის ქართველობის და პროფესიონალიზმის პატივისცემა რაც ნიკა ქაცარიძის გასცენებას ნიშნავს ეს ყველაფერი და მადლობა მინდა გადაუხადო აბსოლუტურად ყველას ვინც მასში მონაწილეობა მიიღო რაც შეეხება ფილმს ნახეთ თქვენს ნახეთ და არაჩვეულებრივი გამოვიდა და ღმერთმა ქნას რომ მრავალი ასეთი ფილმი ყოფილიყოს არა მხოლოდ გურჯაანში არამედ სრულიად საქართველოში და საზღვრებს გარეთ ჩვენი ქვეყნის სასახელოდ. საბედნიეროდ გურჯაანის კულტურის ცენტრს აქვს უკვე იმის საშუალება რომ ჩვენ ფილმების ჩვენება გავმართოთ ხოლმე გურჯაანის კულტურის ცენტრში და მინდა რომ ეს ტრადიცია იქცეს და პირველი ფილმი რომელიც გავიდა ეს არის ჩემი მეგობარი ნიკუშა ქაცარიძის შესრულებით რომელსაც სამწუხაროდ ვერ მოესწრო და მადლობა მინდა უთხრა ყველას ვინც დღეს გვესტუმრა და ნახა ეს ფილმი და მინდა გითხრათ რომ აწინ ხშირად გვექნება ხოლმე ასეთი კინოჩვენებები